ინგლისური ენის მასწავლებელი თემურ იკოშვილი. თემურ, გამარჯობა. მოგესალმებით. დიდი მადლობა, რომ ჩემი სტუმარი ხარ. მადლობა თქვენ დაინტერესებისთვის და მიხარია დღეს თქვენთან საუბარი და აქ ყოფნა. ნეგატიური მოვლენებით დახუნწლული დღის ბოლოს გავიფიქრე, მე რა შემიძლია რომ შევცვალო. და ცოტა გაბრაზებულმა დავიწყე სკროლვა. ასე წავაწყდი იმ ადამიანის პოსტს, რომელმაც თავისი მიზანი და მისია უკვე იპოვა. არ უფიქრია, რომ მას ეს არ შეუძლია. უბრალოდ ადგა და დაიწყო. არ დაელოდა ორშაბათს, მზიანამით, სახელმწიფოს. უბრალოდ გადადგა ეს ნაბიჯი. მოდი მომიყევი, რა ხდება დღეს აგარაში. რა შესაძლებლობებია, რითი ცხოვრობთ, რითი ერთობით, რა გიხარიათ, რა გწყინთ. კი ბატონო. აგარა ძირითადად ცნობილია ძველი დროიდან თავის შაქრის წარმოებით. არის ერთი ქარხანა, რომელიც მუშაობს აგარაში სეზონურად. ძირითადად მოსახლეობა დასაქმებულია ამ ქარხანაში და მთავარი ეკონომიკური შემოსავლის წყარო არის ეს, როდესაც მუშაობს და ფუნქციონირებს. დანარჩენი არის წვრილ-წვრილი, პატარ-პატარა სხვადასხვა ადგილები, დაწესებულებები, კერძო დაწესებულებები. ავტომაგისტრალის ირგვლივ რაც არის ინფრასტრუქტურა. ზუსტად კი, მარკეტები, საცხობები, სხვადასხვა სავაჭრო ადგილები, სადაც ესე ვთქვათ, ხალხი დამატებით შემოსავალს იღებს მცირე ბიზნესებიდან. ჩამოდიან ბავშვები დაახლოებით 8 სოფლიდან სადღაც მოსწავლეები ინგლისურის სასათვისებლად და ჩემთან ერთად საგამანათლებლო პროექტში, რაც დავიწყე, ჩემი ინიციატივა, აქტიურად არიან ჩართულები. ერთია ინგლისურის სათვისება, მეორე მხრივ არის მატერიალურად სასწავლო რესურსებით უზრუნველყოფა და დამატებით აი საგამანათლებლო მხრივ სხვადასხვა ტიპის ინიციატივები, კონკურსები, რათა ესე ვთქვათ, ეს ბავშვებმა იცოდნენ, რომ თავიანთი რეალური შესაძლებლობები რა არის და არ შემოიფარგლო რაღაც იმ ჩარჩოებით, რასაც არის ზოგადად ყველა სოფელშია და არ იფიქრონ, რომ არ შეუძლიათ მეტის გაკეთება. იმისთვის მუშაობ, რომ ეს კონდეთ ნათლად წარმოდგენილი, რომ მათი შესაძლებლობები არის საკმაოდ ფართო და ვაძლევ საშუალებას, რომ ეს გამოსცადონ და დაამტკიცონ. ინგლისური სათვისებით ერთი და ამ წარმატებით, სხვადასხვა წარმატებებით, რასაც აღწევენ უშუალოდ უცხოენის ათვისების გზაზე და დამატებით გამოსცადონ თავიანთი თავი ჩვენს კონკურსებში, თუ წამახალისებელ ღონისძიებებში, თუ სხვადასხვა პარტნიორებთან ერთად დასამახსოვრებელ დღეებში ჩაერთონ და იცოდნენ, რომ თავიანთი შრომა არ რჩება შეუმჩნეველი და ნამდვილად ღირს რომ ისწავლონ კარგად და აითვისონ ჯერ ყველაზე მნიშვნელოვანი უნარი, რაც არის ახლა ინგლისური ენა დღესდღეობით და შემდეგ უკვე იპოვონ თავიანთი თავი სხვა სფეროებში.